Недавний подрыв железнодорожных путей. ბოლო დროს ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში სარკინიგზო გზების აფეთქება უეჭველად ტერორისტული აქტია. ამ დანაშაულების ჩადენის გადაწყვეტილება უკრაინაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დონეზე მიიღებოდა. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ყველგან შეერაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას სამწუხაროდ მშვიდობიანი მოქალაქეები ზარალდებიან. თუმცა, რაც მოხდა ბრიანსკის ოლქში არის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართული თავდასხმა. საერთაშორისო სამართლის ყველა წესით ასეთ ქმედებებს ტერორიზმი ჰქვია. ყველა დანაშაული, რომელიც ჩადენილ იქნა მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ, სტამბოლში ჩვენ მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო მოლაპარაკებების წინადღეს, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების ჩასაშლელად იყო გათვლილი. მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიზანმიმართულად იყო განხორციელებული და ეს მხოლოდ ამტკიცებს ჩვენს პოზიციას, რომ კიევის ისედაც არალეგიტიმური რეჟიმი ნელ-ნელა ტერორისტულ ორგანიზაციად ყალიბდება, მისი სპონსორები კი ტერორისტთა ხელშემწყობნი ხდებიან. რუსეთის დაშინების მცდელობით კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა და ამავე დროს საბრძოლო ქმედებების შეჩერებას ითხოვს 30 ან 60 დღით. შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე, მაგრამ როგორ ჩავატაროთ ასეთ პირობებში მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს? ტერორისტებთან? А ее спонсоры становятся пособниками террористов.